ბრძანებისთვის პირველ რიგში. პირველ კითხვა იქნება ესეთი, თქვენი წინამორბედი საკმაოდ სკანდალური პიროვნება იყო და ძალიან ბევრი შენიშვნები იყო თვითონ სამინისტროსთან დაკავშირებით, იყო პრობლემური. რა მდგომარეობაში არის სამინისტრო ეხლა ზოგადად და დაგხვდათ თუ არა რეალურად მართლაც ესეთი სერიოზული პრობლემები? გმადლობთ მოწვევისთვის. სამინისტროს ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ მოგეხსენებათ შარშან განხორციელებული ცვლილებების შედეგად ძალიან დაკნინდა სამინისტროს ფუნქციები, გამოეცალა მრავალი ფუნქცია მას, გარდა ამისა კადრების თვალსაზრისითაც მოხდა შემცირება, ინსპექტირების თვალსაზრისით გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად რა თქმა უნდა, ესეთი კარგი მემკვიდრეობა ნამდვილად არ მიმიღია. პრობლემები ძალიან ბევრია ყველა მიმართულებით, იმ მიმართულებითაც რაც რა ფუნქციებიც ჯერ კიდევ აქვს ამ სტრუქტურით სამინისტროს. შესაბამისად მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით. იცით ალბათ ისიც, რომ გარკვეული ფუნქციების დაბრუნება მოხდება გარემოსდაცვის სამინისტროში, გაიზრდება სამინისტროს ფუნქციები. სამუშაოც გაბევრდება და გამრავლდება, თუმცა გაძლიერებასაც გვეგმავთ და გამოთქვა მიმეც, რომ ამ გაძლიერების შედეგად სამინისტრო შეიძლება რომ აღასრულოს ყველა ის ფუნქცია, რასაც უნდა აკეთებდეს გარემოსდაცვის სამინისტრო ქვეყანაში. მოგესალმებით ბატონო ხათნა, პაატა შამუგი აჭარის ტელევიზია. მე მინდა გითხოთ წინა ხელისუფლებას დაგეგმილი ჰქონდა საკმაოდ ფართო მასშტაბიანად ჰესების მშენებლობა. მოგეხსენებათ მათ შორის საკმაოდ დიდ ჰესებზეც იყო საუბარი. მე პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი შეფასება და გარემოსდამცველების შეფასება თუ არსებობს და როგორია მათი დასკვნები ამ ჰესებთან დაკავშირებით და პლუს ამის აქვე მინდა გითხოთ ერთი კონკრეტული შეკითხვაც მაჭახელას ხეობაში იგეგმებოდა ორი საკმაოდ დიდი ჰესის მშენებლობა. ეს არის ნაკრძალი დაცული ტერიტორია, თუმცა ყოფილი ხელისუფლების დროს იქ მოხდა ამ ტერიტორიიდან პატარა ფართობის ჩამოჭრა, ან ნაკრძალიდან გამოყვეს, ან იურიდიული საფუძველი რომ მიეცათ, სადაც იგეგმებოდა შემდგომ უკვე ჰესების მშენებლობა. ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს ამ ფაქტს და თან ერთი პატარა დეტალია, რომ მდინარე მაჭახელას მდინარე ეხლა გამოყოფილი ტერიტორიაზე დარჩა და არა თქვა ნაკრძალად დარჩენილში და მას ემუქრება დაშრობაც. თქვენ თუ გახლობთ ინფორმაციას ამ კუთხით და რა დასკვნას მისცემთ ენერგეტიკის სამინისტროს? ჰესების საკითხი ერთ-ერთი ის მწვავე საკითხია, რომელზეც ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა მოსახლეობის მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ჰესებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ არც ერთი ჰესი არ უნდა იქნეს აშენებული ესეთი ღრმა ანალიზისა და შესწავლის გარეშე. ეს ღრმა ანალიზი მოიცავს როგორც ფინანსურ ეკონომიკურ დასაბუთებას ამ ჰესისას, ასევე ამ ჰესის გარემოზე ზემოქმედებას. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი, უნდა მოხდეს ძალიან ობიექტური დასკვნების დადება, რათა არ მოხდეს ისე, რომ რაღაცა გავაკეთოთ ისე, რომ ვიღაცა დაიჩაგროს, დაჩაგრა ესეთი სუსტი სიტყვა, რომ რაღაც შეუქცევადი ზემოქმედება მოხდეს გარემოზე და შესაბამისად ამისი შედეგები, უარყოფითი შედეგები მივიღოთ წლების შემდეგ. შესაბამისად ამაზე ჩემი პასუხი იქნება ის, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტს ყურადღება ამ საკითხის მიმართ ერთ-ერთი პრიორიტეტულია გარემოსდაცვის სამინისტროსთვის და ყველაფერი იქნება ძალიან ფუნდამენტალურად ძირფესვიანად შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნებისმიერი დასკვნა და დადებითი თუ უარყოფითი მიღებული. მაჭახელასთან დაკავშირებით მაგაშიც კარგად გავერკვევი, ვიცი გამიგია ეს პრობლემა, რომ მანდაც არის ეს მოსახლეობის უკმაყოფილება, თუმცა რამდენადაც მახსოვს ნებართვა გაცემული არ არის და ეს საკითხი საჭიროებს გადამოწმებას, შესწავლას და ამას ჩავინიშნავ, რომ კარგად ჩავერკვევ. მე გეგმავ ნამდვილად, რომ ყველა იმ ხელწერტილში ჩავიდე და პირადად გავეცნო ადგილზე სიტუაციას, იმიტომ რომ გაცილებით რთულია კაბინეტიდან რაღაცას უყურებდე, რომ ჩადიხარ იქ მოსახლეობას ესაუბრები თუ ადგილს ნახულობ თუ რაღაც ეს კარგი ინფორმაციის მომცემია ძალიან და შესაბამისად გიადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ მე ვგეგმავ მაჭახელაში ძალიან ბევრ ადგილას მაქვს ჩასვლა დაგეგმილი, უბრალოდ დროის სიმცირის გამო ერთბაშად ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს, მაგრამ ნამდვილად მინდა ესეთი გასვლები გავაკეთო, დავიწყოთ ხელწერტილებიდან და შემდეგ უფრო შედარებით სხვა საკითხებზეც გადავიდე. გამარჯობათ, ნინო აფციარ ტელეკომპანია მაესტრო. სამინისტრო აპირებს თუ რამე ახალი პროექტის წამოწყებას? თვითონ სამინისტრო აპირებს თუ რამე ახალი პროექტის წამოწყებას? რასთან დაკავშირებით ახალი პროექტები? გარემოსდაცვასთან დაკავშირებით. არა, გასაგებია, რომ გარემოსდაცვასთან დაკავშირებით პროექტები და იდეები ძალიან ბევრია, მაგალითად
საერთოდ ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროს ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა დონორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და ეს სფერო მოგეხსენებათ ისეთი სფეროა, რომლის მიმართაც ინტერესი არის არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, არამედ ზოგადად განვითარებული თანამეგობრობიდანაც, ანუ ამ მხრივ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მათთან, რაც შეეხება ახალ პროექტებს და ახალ მიმართულებებს, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება მსჯელობა და საუბარი და დაიწყება კიდევაც. მე უბრალოდ ამ წუთას რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ იგივე ტყეებთან დაკავშირებით, როდესაც ტყეები გადმოეცემა გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის მართვის საკითხი, ჩვენ უკვე გათვალისწინებული გვაქვს ბიუჯეტში, რომ დავიწყოთ ტყეების ინვენტარიზაცია, ესეც რაღაც ახალ პროექტად შეიძლება ახალ, იმიტომ რომ ტყეების ინვენტარიზაცია არ გაკეთებულა მოგეხსენებათ 80-იანი წლების შემდეგ, ამიტომ თქვათ ამ მიმართულებით და რაღაც აღდგენის და მოვლის სამუშაოებიც იყოს გარემოს დაცვის ეს ბიუჯეტს რაც შეეხება. თუმცა მსგავს მოლაპარაკებებს მსგავს საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ დონორებთან, მათგანაც გვაქვს რაღაც გარკვეული დახმარების იმედი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იყო. უამრავი მიმართულებაა, რომლის მიმართად რამ კუთხითაც გვაქვს გეგმები და რა თქმა უნდა, იქნება ახალი პროექტები, რის შესახებაც იქნებით ინფორმირებულები. დიახ, ფუნქციები მოსწევდა, დიახ. კი, რაც შეეხება ძველ პროექტებს, რა თქმა უნდა, ძველი პროექტები გრძელდება, მიმდინარეობს ნარჩენებთან დაკავშირებული, ანუ პროექტები რასაკვირველია გრძელდება, ეს გრძელდება პროექტები და რაც შეეხება ფუნქციების უკან დაბრუნებას, ამაზე ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ფუნქციები, რომელიც 2011 წელს გადაეცა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეს შეეხებოდა ტყეების მართვას, ეს შეეხებოდა სხვა ბუნებრივი რესურსების მართვას, გარდა ამისა რადიაციული და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური გამოიყო მაშინ სამინისტროს, ეს ფუნქციები დაუბრუნდება უკან გარემოს დაცვის სამინისტროს. ძველი კადრების გაშვება ჩვენ სამინისტროში ჯერჯერობით არ მომხდარა. რაღაც გარკვეული გეგმები ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს თავიდანვე იყო გაცხადებული როგორც ზოგადად, ასევე ჩემი მხრიდანაც, რომ პროფესიონალები აუცილებლად შეინარჩუნებენ თავის ადგილს და მე ამ პირობის ერთგული რჩები, უბრალოდ იმისთვის, რომ გავეცნო, ვინ არის ნამდვილად პროფესიონალი და ვინ შეიძლება არ ასრულებდა თავის სამუშაოს ადეკვატურად, ანუ ისე როგორც ეს იყო მოთხოვნილი, ამას ცოტა დრო სჭირდება და შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელი იყოს ამ კუთხით, მაგრამ დღეის მდგომარეობით სამინისტროდან კადრები გაშვებული არ არის. გარდა ministris მოადგილებისა, რომელსაც თავისთავად შეუძლათ უფლებამოსილება, როდესაც მოხდა ministris. ახლა თქვენ ტყეებზე ისაუბრეთ, თუმცა მოკლედ და მინდა დავაკონკრეტოთ ძალიან ბევრი გვსმენია ტყეების გახჩეხვაზე, გაყიდვაზე. თუ გაქვთ ინფორმაცია, სინამდვილეში რა ხდება ამ მიმართულებით? სინამდვილეში რთულად არის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ ისევ ტყის მართვა არ არის ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში შედის და ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ ხოლმე ამ კუთხით. მდგომარეობა რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ წინა საარჩევნო პერიოდში მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო აქტებში, რის შედეგადაც აღარ იყო აუცილებელი ხეთყის წარმოშობის დოკუმენტის არსებობა, ელექტრონული აღრიცხვის სისტემა გაუქმდა, ამან ძალიან გაუხსნა ხელფეხი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ მომხდარიყო ტყეების უკანონო ჩეხვა. უკანონო კი არა, შეიძლება და მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც კონტროლი ვეღარ ხორციელდება ადეკვატურად, ეს პრობლემა ნამდვილად მძიმე და რთულია. შემოდის უამრავი ზარები, უამრავი წერილები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ჩასულები ერთ-ერთად. არის კიდევ ერთი პრობლემა, ეს სანიტარული ჭრის პრობლემა, რის შედეგადაც ინფორმაციად მოსული ინფორმაციით იჩეხება ძალიან ბევრი ტყე, ეს ძირითადად არის საჩხერე, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურის რაიონები და ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაცია, სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად კომისიებია გაგზავნილი იქ, რომ მოხდეს ამის შემოწმება.
როგორ ხდება, რამდენად სწორად ხდება სალიცენზიო პირობების შესრულება, ამ ჭრებზე გაცემულია სანიტარულ ჭრებზეც ლიცენზიები, რაც ჩემი აზრით თავისთავად არ არის უკვე სწორი, იმიტომ რომ ჭრა, სანიტარული ჭრა ნიშნავს, რომ დაავადებული ხე-ტყე მოიჭრას და შესაბამისად გასუფთავდეს ხე-ტყე ამ დაავადებული ხეებისგან და შესაბამისად ამის ლიცენზიის სახით გაცემა ცოტა უკვე თავიდანვე ეჭვებს ბადებს, მაგრამ ეს შესწავლის ობიექტია და დაისდება კომისიის დასკვნებით და ესეც ასევე ცნობილი გახდება თქვენთვის. გააჩნია იმის და მიხედვით ეს როგორც ითვალისწინებს კანონმდებლობა, ვთქვათ კომისიის დასკვნების საფუძველზე დაითვლება ზარალი, ზიანი, გარემოზე მიყენებული ზიანი და იმის და მიხედვით როგორი იქნება ეს დასკვნა, რა ზიანი იქნება და რას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, ამის მიხედვით იქნება გატარებული შესაბამისი სანქციები, ეს იქნება ჯარიმები, თუ ეს გადავა, ვთქვათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. თვითონ ლიცენზიის თავიდან რომ ვთქვათ, რომ ლიცენზია საერთოდ სწორი იყო თუ არა, სანიტარულ ჭრებზე გაცემული იყო, ეს დავის საგანია, თუმცა ჩემი დამოკიდებულება არის, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ თუ ლიცენზია ეს უნდა მოხდეს ამის შესწავლაც, იყო თუ არა სწორად თვითონ ლიცენზია გაცემული. შემდეგ უკვე მიდის სალიცენზიო პირობებზე. სალიცენზიო პირობებს რამდენად ასრულებს ის მეწარმე, ვისაც აქვს აღებული ეს ლიცენზია. თუ სალიცენზიო პირობების შესრულება არ ხდება, თავისთავად ეს არის ლიცენზიანტის დანაშაული. გავდეხოთ ზამთარი არის და შესაძლოა აქტუალურია შეშის პრობლემა განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისთვის. აი ამ კუთხით რა მდგომარეობა არის ორგანიზებულ კონტროლს თუ უწევს გარემოს სტატუსის სამინისტრო და ხომ არ იქნება გავუშვათ აი შეფერხება დეფიციტი ამ მიმართულებით. კონტროლს გარემოს დაცვის სამინისტრო ესე ოფიციალურად რა თქმა უნდა ვერ უწევს, იმიტომ რომ ტყის მართვა არ არის გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ამ ეტაპზე. თუმცა ჩვენთან როდესაც ჩვენთანაც შემოდის წერილები მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვახდენთ მის კოორდინირებას ენერგეტიკის სამინისტროსთან, ანუ შესაბამის სტრუქტურასთან, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან და ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არაც შეიძლება ესე უმტკივნეულად წარიმართოს სოფლის მოსახლეობისთვის, მათ ვისაც ეს პრობლემა აქვთ. დაახლოებით როდესაც იგეგმება, რომ ეს ფუნქციები დაუბრუნდეს დიახ, ეს მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი კანონპროექტების, რომლის მიხედვითაც ამ ფუნქციების გადმოცემა და ამ ფუნქციების კანონმდებლობაში ასახვა უნდა მოხდეს. ეს კანონპროექტები ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მოხდება მათი დამტკიცება პარლამენტის მიერ. შესაბამისად, კანონები ძალაში შევა უკვე მომავალი წლიდან, მაგრამ ეს არ იქნება 1 იანვარი, იმიტომ რომ აქ არის ბევრი ესეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ბიუროკრატიული სახის, ну არც ისე ბიუროკრატიული ხარის საჭირო გაკეთდეს ინვენტარიზაცია ამ გადმოცემული ქონების, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამიტომ ეს ვერ შევა ძალაში 1 თებერვლამდე. თუმცა შეიძლება ცოტა ოდნავ კიდევ იქით გადაიწიოს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ 1 თებერვლამდე მოვახერხებთ ამას, რომ სამინისტრო გადმოვიდეს ეს ფუნქციები უკვე იურიდიულად და შემდეგ ავამუშაოთ მთელი თანდათან უნდა გაძლიერდეს ეს 1 თებერვალსაც. ესე უცებ ვერ მოხდება, იმიტომ რომ არ ვიცი იცით თუ არა, იგივე ეს კონტროლზე როცა ვსაუბრობთ, რომ კონტროლი უნდა გაძლიერდეს, ამ ეტაპზე ეს კონტროლის ერთეული არსებობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში, ასევე ენერგეტიკის სამინისტროში, მაგრამ ორივე სტრუქტურაში ეს არის ძალიან შეზღუდული რესურსების მქონე ერთეულები. ერთის მხრივ გადაფარვა ხდება ფუნქციებს შორის, მაგრამ მეორეს მხრივ ხდება ესე გადაფარვა და მეორეს მხრივ მაინც არასრულყოფილია ეს კონტროლი, იმიტომ რომ არც ერთ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული, არ არის ეფექტური მექანიზმი იგივე ადამიანური რესურსების სიმცირის გამო. ამიტომ ამას დასჭირდება ცოტა დრო, რომ ეს ამოქმედდეს და ამუშავდეს. საჭირო იქნება, რომ ხალხი ავიყვანოთ, მოხდეს მათი დატრენინგება, რომ ეს მთლიანი ძალით ამოქმედდეს ის, რაც გვინდა რომ გაკეთდეს. და ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა ასე PR აქციებიც კი ხელისუფლების განხოთ, რომ ძალიან კარგია შავი ზღვა, რაჯობია ბათუმში დასვენებას. რეალობაში ვთქვა, თუმცა დასვენების შემდგომ იყო იქ რაღაც გამონაყარის სახეზე თუ რაღაცა პრეტენზიები დამცველების მხრიდან შავ ზღვასთან დაკავშირებით. თუ აპირებთ, რომ შეისწავლოთ სინამდვილეში რა მდგომარეობა არის შავ ზღვაში. ჩვენ სანაპიროს გვიცნობთ თავისთავად. ვაპირებთ, რა თქმა უნდა. ანუ მე არ მინდა შევქმნა იმის მოლოდინი, რომ
პირველი იანვრიდან ან პირველი თებერვლიდან ყველაფერი უცებ გამოსწორდება და ესე იგი საოცრება გახდება გარემოს დაცვის კუთხით. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ გარემოს დაცვა ეს ის სფეროა, რომელშიც ისევე როგორც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა, გარემოს დეგრადაციამ თავის შედეგები შეიძლება მოგვცეს რამოდენიმე წლის შემდეგ და შესაბამისად მის აღდგენასაც სჭირდება წლები. აი ჩვენი არაკარგად გააზრებული საქმიანობით არასწორი გადაწყვეტილებით შეიძლება ისეთ შედეგებამდე გავიდეთ დღეს, ეს ზოგად ფრაზებს ვამბობ ამ თუთად, რომ შემდეგ ძალიან ბევრი წლები დასჭირდეს ამის აღდგენას. შესაბამისად გამომდინარე იქიდან რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრი კუთხით არის, ამას დრო სჭირდება, მაგრამ ყველგან სადაც ჩვენი როლია, ან თუნდაც ეს როლი ზუსტად ფუნქციურად იურიდიულად ჩვენ არ გვეხებოდეს, მაგრამ საჭირო არის გარემოა ესეც ჩვენი ჩარევა, დამერწმუნეთ რომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და გავაკეთებთ კოორდინირებას სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად. ხალხადნა შორნა ხაბალაშვილი ინფო-9 ჰოთელი მეთევზეების აქციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ისინი აპროტესტებდნენ, რომ თქვენმა სამინისტრომ აუკრძალათ მათი ადგილებში თევზაობა, სადაც წლების მანძილზე თევზაობდნენ და თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ამაზე. მათ აქციაც გამართეს და აპირებენ რომ არ ვიცი მოგმართეს თუ არა უკვე, მაგრამ სრული აქვთ რომ მომართონ თქვენ სამინისტრო. ჩვენამდე ჯერ მომართვა ჩემამდე ყოველ შემთხვევაში არ მოსულა. მან რამდენადაც ვიცი, თევზაობა, საერთო თევზაობა და არ არის დაშვებული გარკვეულ ადგილებში, ეს ნაკრძალები დაცული ეროვნული პარკები და რამდენადაც ჩემთვის ეს არის ცნობილი, სწორედ მანდ იყო პრობლემა, ანუ ის რაც არ შეიძლება კანონით არ უნდა შეიძლებოდეს, არ უნდა დაუშვათ გამონაკლისები. ეს არის და ვნახოთ თუ რაღაც მომართვას რა არის მათი პრეტენზიები, უფრო ახლოდან გავეცნობით თუ ისინი მომართვას გააკეთებენ. მაგრამ ვიმეორებ, რაც კანონით არ შეიძლება, ის არ უნდა შეიძლებოდეს არავისთვის. ხო, მაგრამ ეს ადამიანები ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ შემოსავალს სწორედ თევზაობა წარმოადგენდა და გარკვეულ ვიმეორებ, რომ გავეცნობით მათ პრეტენზიებს, მათ როგორ თქვა, პრობლემას. მადლობთ, მაგრამ ასეთი მიდგომით ვთქვათ, ასეთივე წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ სოფელში არის მოსახლე, რომელსაც არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს და მივცეთ მაშინ მას უფლება, რომ გადაჭეხოს მთელი დღე, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ხომ არ იქნება სწორი დამოკიდებულება. ხათუნა, მას შემდეგ რაც მოხდა ხელისუფლების გადაბარება, ძალიან ბევრი უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მათ უწყებებში იყო საკმაოდ სერიოზული დარღვევები, რომელიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულებს, მათ შორის საუბარი არის მაღალი თანამდებობის პირებზე. თქვენ საუბრობთ გარკვეულ დარღვევებზე. მე მაინტერესებს ეს დარღვევები უშუალოდ თქვენ წინამორბედის პასუხისმგებლობის საკითხს თუ ეხება და შესაძლებელია თუ არა რომ დადგეს გოგა ხაჯიძის პასუხისმგებლობის საკითხი. მე ამ თუთას საუბრობ იმ პრობლემებზე, რაც დამხდა გარემოს დაცვის სფეროში, საუბრობ იმაზე, რომ ძალიან გახშირებულია მომართვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით, ეს იქნება დაბინძურება თუ ტყის გაჩეხვა თუ სხვადასხვა საკითხები. ჩვენ ყველა საკითხში ვიხედებით, ყველა საკითხის გამორკვევა ხდება. შესაბამისად, თუ გამოიკვეთა რაღაც ასეთი საკითხები, მოხდება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს ამ პრობლემებზე რასაკვირველია, ეს აუცილებლად მოხდება, რათა თქვა დამოუკიდებლად გარედან იყოს შეფასებული ის მდგომარეობა, რაც არის სამინისტროში. გითხებით თუ არა, ეს ბოლოს მინდა გითხოთ, არა როგორც გარემოს დაცვის მინისტრს, არამედ როგორც უკვე პოლიტიკური გუნდის წევრს, თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ, როგორ აფასებთ უფრო სწორედ თქვენი წინამორბედის გოგა ხაჯიძის მშობლების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას და გარკვეულ საგამოძიებო პროცედურებს მათ მიმართ. როდესაც თქვენი ოპონენტები ხშირად იმ ფონზე, როდესაც თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ შერჩევით სამართალზე და პოლიტიკურ დევნაზე. მე საერთოდ ეს მისდა მიუხედავად ჩემი წინამორბედი მინისტრი იყო თუ სხვა მინისტრი იყო, ყოველთვის ველოდები იმას, რომ მსგავსი ვთქვათ თუ რაღაც ეჭვებია, ეს იყოს ესე ვთქვათ გარკვეული ეთიკის ფარგლებში შესრულებული. მე ვიცი, ანუ მეც ვფლობ ინფორმაციას მხოლოდ როგორ მოხდა, რა მოხდა ინტერნეტიდან. ნუ ვერ გეტყვით ამის საფუძველი რა იყო, ამდენი ინფორმაცია მე არ მაქვს. ნუ შესაბამისად ამას გამოძიება და დასკვნებით დაიდება შესაბამისი ორგანოების მიერ. მე არ შემიძლია ახლა ამაზე კონკრეტულად რაღაცა ესეთი კომენტარი გავაკეთო.
მადლობა.